ვაბგიჟდი ეს რა ვნახე რა სიკვდილს ეთამაშები თუ რა გინდა გიღირს კი რა მიამათ ეგ რომ ცოდნოდა რა დამაძინებდა მე სახში რომ შენ ასეთ ადგილებში დადი ამაზონი ადგილი რომელიც ცნობილია თავისი ჯუნგლებით დაუსრულებელი წვიმებით და ბევრად მეტით ისეთი ფლორით და ფაუნით რომელთან შეჯახება რეალურად არ გინდა აქ შეიძლება შეხვდე იაგუარს ალიგატორს ალიგატორი გამოჩნდა ტარანტულას ან სულაც ანაკონდას და იმედია ეს მე არასდროს მომიწევს ხუმრობ რა თქმა უნდა მიდი არ გაჩერდე დავაი ეს მე ვარ გაშეშებული როცა უყურებ როგორ იჭერს ადგილობრივი ტომი გიგანტურ ანაკონდას მაგრამ სანამ ამ სიგიჟემდე მივალთ ალბათ გაინტერესებთ რა ჯანდაბად ვაკეთებ საერთოდ ამ ყველაფერს საქმე ისაა რომ თითქმის 200,000 გამომწერამდე მივედით და სულ მეფიქრებოდა რა შეიძლება გამეკეთებინა ისეთი რომ თან მადლობას გადამეხადა და თან ეს ყველაფერი ახლოს ყოფილიყო ჩემი მიზნებთან და ეს ფონით დავითრიე ვითომ ამაზონის ჯუნგლებში ვარ რადგან მე მაქვს დიადი მისია რომ სიკვდილამდე ვყავდეს მაიმუნ კაკოზე მეტი გამომწერი გადაწყვიტე წავსულიყავი ტომში რომელიც რეალურად ნადირობს მაიმუნებზე თუმცა ეს გზა იმაზე ბევრად რთული აღმოჩნდა ვიდრე წარმოვიდგინე დაახლოებით ერთვიანი ძიებისა და მზადების შემდეგ ჩავფრინდი ქალაქ კიტოში ეკვადორში ამის შემდეგ გადავფრინდი ქალაქ კოკაში ასევე ეკვადორში კოკაში ვიპოვე ადგილობრივი გიდი რომელიც დამპირდა რომ წამიყვანდა მაიმუნზე მონადირე ტომებთან ამისთვის კოკადან უნდა გვევლო დაახლოებით 3 საათი მანქანით და შემდეგ 10 საათი ამაზონის სიღრმეებში ნავით. მე კი წარმოდგენა არ მქონდა რომ თავად ეს 10 საათიანი გზა აღმოჩნდებოდა იმაზე არანაკლებ სახიფათო და ექსტრემალური ვიდრე ტომთან ვიზიტი. და ამის შესახებ პირველად მაშინ გავიგე როცა ამაზონის საველე პოლიციამ გვითხა რომ პასუხისმგებლობას იხსნიდა ჩვენ უსაფრთხოებაზე. ეს ტერიტორია სადაც შევმედივართ არის ძალიან საშიში. ამ მდინარის გარშემო დადიან არაკონტაქტური ტომები. ისინი ძირითადად ამ ადგილებში იმყოფებიან და ჩვენ სამ კონკრეტული მონაკვეთის გავლა გვიწევს. ამიტომ აქ ყველაზე ფრთხილად უნდა ვიყოთ. მათ თუ დაგვინახეს, ეგრევე ეცდებიან მოკლან. იმიტომ რომ მათ კავშირი არ აქვს ცივილიზაციასთან. ყველა უცხო ადამიანი მათთვის მტერია. ამიტომ ჩვენი გზის ეს მონაკვეთი ძალიან სახიფათოა. აღმოჩნდა რომ ამაზონში არა მარტო ცხოველები, არამედ ადამიანებიც საშიშია. აქ 48-მდე ტომი ცხოვრობს და აქედან უმრავლესობა თუ პირველად გადაიყარა უცნობ ადამიანს, ეგრევე მოკლავენ. როცა ვიღაც მათ ტერიტორიას კვეთს, არ მოსწონთ და ხმამაღალ ხმებს გამოსცემენ. იმალებიან კამოფლაჟში და მე შეიძლება თავს დაგესხან დიდი შუბებით. სწორედ ამ ტომების გავლა მიწევს გზად. ტომების, რომლებსაც ცივილიზაციასთან კონტაქტი არ ქონიათ. თუმცა ამ თემაზე უფრო დაწვრილებით მოგვიანებით. მანამდე კი ჩავბარგდით, ჩავალაგეთ ერთი კვირისთვის სამყოფი საჭმელ-სასმელი, ბენზინი, გადასაღები ტექნიკა და რაც თავარია ჩემი გენიალური სპონსორის ჰენკას D ვიტამინის წყალი, რომელიც სამხრეთ ამერიკულ მოგზაურობაში ყველგან თან დამაქვს და რა თქმა უნდა აქაც მიმაქვს, რადგან ტომის წევრებს უნდა გავასინჯოთ. ეგა იწყება ჩვენი დიდებული თავგადასავალი. აუ არ იწვიმას. წვიმა 2 საათი გაგრძელდა. და რადგანაც ნავი დახურული არ იყო, იძულებული გავხდით ის წყლისგან პერიოდულად დაგვეცალა. ამას მოგვიანებით დაემატა ისიც, რომ ბალონი გადაგვივარდა. თანაც წვიმის წყალი მატორში ჩავიდა და რაღაც მომენტში ნავიც ჩაგვიქრა. თავს ყვა წვიმა ხარი, გადავივარდა კაცი. რა ითქმა გავალწა. აუ, ვიქრება თან. იქნებ დავიჭირა. თუმცა მხოლოდ ამაზონში შეიძლება დაგეუფლოს ისეთი შეგრძნება, თითქოს ცოტა ხნის წინ საერთოდ არ უწვიმია. პირველი ლანჩიც მოგვიწია. ჩვენი არხეინად ყოფნა დიდხანს არ გაგრძელებულა, თუმცა სანამ აქამდე მივალთ გაგაცნობთ ამ მოგზაურობის მთავარ გმირებს. ალე კამერამენი, რომელიც არასდროს კვდება და მზადაა რომ განთავსდეს ნებისმიერ ადგილას, რომ სწორი რაკურსი დააფიქსიროს. ჩემთან არა მოუშვაძრაო ეხლა. მისტერ პაჰარიტო. Comunipa mere, Mr. Pajarito. Comunipa mere. ჩვენი გიდი, რომელსაც უყვარს ბევრი ლაპარაკი და კიდევ უფრო მეტი ჩიკ-ჩიკი. Mr. Pajarito. ვარეკა ვაორანის ტომის წარმომადგენელია, რომელიც ქალაქიდან მოყვება რომ წაგვიყვანოს თავის ტომში. ვარეკა საუკეთესო მონადირეა, რაშიც მოგვიანებით თავადაც დავრწმუნდით. სწორედ ვარეკას ინიციატივით გავჩერდით იმ მიდამოებში,
რომელზეც საველე პოლიცია გვიყვებოდა. ადგილას, სადაც თავისუფლად შეიძლება გადავყროდით სახიფათო უკონტაქტო ტომს. გაგვაჩერა აქ, რომ უნდა გვაჩვენოს მცენარე, რომელთაც სახეს იხატავენ. ფაკ, ამას არ მოკიდო ხელი. We don't have it more this type of the fruit is in our community. The more people they cut down. Yeah, and here it's too far from the community. You take for them? Yes, you take. Here is not chance uncontacted people up here. Yes. Here is chance also. Sure, yeah. Why we are here? ორი საათი იყო დარჩენილი ჩვენი დანიშნულების წერტილამდე და უკვე დარწმუნებული ვიყავით, რომ გზაში ახალი არაფერი მოხდებოდა. რა დროსაც პაჰარიტომ დაინახა ისეთი რაღაც, რამაც ჩვენი გეგმების და ჩემი დამოკიდებულება საქაურებაზე საერთოდ შეცვალა. Sí, me conta. Ove. Hay que ver, espera. Ana conta da vida. Vamos. Let's go. Is the გაიხადა. შევტოვაგიტოს. მე რატომღაც მეგონა, რომ გველს ჯერ მოვკლავდით და ისე დავიჭერდით. თუმცა რომ გავიგე, რომ ვარეკა შიშველი ხელებით აპირებდა ანაკონდას დაჭერას ისე, რომ არ მოეკლა, კიდე უფრო დავიძაბე. How long is it? I'm going to record. Deep. Oh, here is nice to 3 meters deep. I don't know. ყველაფერი გაიხადა. სანამ ანაკონდის დაჭერა შევეცდები, მინდა გითხრათ, რომ ჩემი ახალი პარტნიორი გახდა სელფი. Go ahead. აღმოჩნდა, რომ გველი საკმაოდ ძლიერი იყო და თანაც მოასწრო ხის ძირში შემოხვევა, რითიც მისი დაჭერა უფრო რთული გახდა. Very strong. ხანდახან როცა ამაზონისნაირ უკაცრიელ ადგილას მოხვდები, ანაკონდის დაჭერის არ იყოს სელფის დაჭერაც რთულდება. თუმცა სამაგიეროდ ფაქტია, რომ ქალაქში ნომერი პირველია თავისი ეკონომიური პაკეტებით და ამჯერად უკვე იმით, რომ ჩემი პარტნიორიც გახდა. Pero está como ეგეთი ძლიერი. Ay, touch. ანაკონდა ძირითადად სხეულით კლავს ადამიანებს. ის ისე მძიმედ შემოგეხვევა სხეულზე, რომ შეიძლება გაგუდოს. თუმცა შემოხვევამდეც უნდა მოახერხო, რომ მინიმუმ არ დაკბინოს. და ამისთვის ერთადერთი გზაა თავში სწორ ადგილას სტაცო ხელი. და სწორედ ამ მომენტს ელოდებოდა ვარეკა. Fuck. Yeah. Póquemelo. Amigo. What can I do? Let's go, Anaconda დავიჭერეთ. Ya. Misión completa. Misión completa. Ya. Domini, guaponi. Let's go. Mr. Pajarito. ეს არ გეგონოთ, რომ ის არის რა ქვია. ცირკის ანაკონდაა და რაღაცა. ეს არის შუამდინარში დაჭერილი ანაკონდა. ცირკი კი არა, ეს ველური ბუნებაა. ამაზონის ჯუნგლებში ბევრი ტური არსებობს, მათ შორის უმეტესობა ისეთი, სადაც პატარა ტურისტული ცირკია გამართული. ყველაფერი ისეა ორგანიზებული, თითქოს ველურ ჯუნგლებში ხარ, თუმცა ერთის გამოკლებით. იქ ველური თითქმის არაფერია. საშიში ცხოველები ტურისტების სიჭარბის გამო მსგავსი ტერიტორიებიდან გარბიან, რაც ამ ერთი შეხედვით საშიშ გარემოს ადამიანისთვის უსაფრთხო ტურისტულ ატრაქციად აქცევს. ეს კი მსგავსი სანახაობა არაა. ეს ღრმა ჯუნგლებია, ნამდვილი ველური ბუნება, სადაც ადამიანები ლოჯისტიკური ხარჯების, უსაფრთხოების და ხანგრძლივი გზის გამო ძალიან იშვიათად შემოდიან. აქ ნამდვილი ველური ცხოველები ბინადრობენ და ტომელებისთვის ისინი ჩვეულებრივი საკვებია. ეს არის პატარა ბეიბი ანაკონდა, მაგრამ წინ კიდე დიდი ანაკონდები გველის. ვახჩობს დაფეთქები. აქ ხუმრობ, მაგრამ თურმე მართლა არ ვწდებოდი. წინ კიდევ უზარმაზარი ანაკონდის დაჭერა გველის. ჩვენმა ბეიბი ანაკონდამ კი სავარაუდოდ შიშისგან ჩვენზე მოსაქმება გადაწყვიტა. Hey, Lena. Yeah. Oh. Yes, what happened? What's happening?
საიდან ფსავს? Მათია პინო კომიანა გიკა. გველის მოსაქმებული ჩემ ტანზეც მოხვდა. თუმცა ალოგიკურია ჩავხვდე მდინარეში, საიდანაც ცოტა ხნის წინ ანაკონდა ამოვიყვანეთ. და არა მარტო ანაკონდა. ამავე მდინარეში არიან ნიანგებიც და პირანიებიც. თუმცა ხანდახან ამ უსაფრთხოების უგულებელს აყოფად ერთი სიტყვაც საკმარისია. Amigo. Go, you can do it, come on. Oh, fuck. Fuck. You have eagle eye. Always, yeah. So I'm working for a long time is to see the searchings and anaconda. That's how I know which way they. Bebe, lleva ya nada. Amazing, yes or no? Yes, of course. Of course. Welcome to Ecuador. Guy with eagle eyes. Mr. Pajarito, yes, always. Yeah. The Amazon eagle eyes man. Sumegmana რა გველების მეშინოდა და თუნდაც მეშინე გველების რომელიც ზოოპარკშია დაჭერილი. უნებაში გაშოვლი გველების ამეშინე. ანაკონდის დაჭერიდან დაახლოებით 2 საათში უკვე სოფელში ვიყავით. ვარეკამ ეს ანაკონდა საჩუქრად წაუღო ტომის ბავშვებს. ძალიან დაღლილებმა იმავე დღეს გამოვიძინეთ და უკვე მეორე დღეს მზად ვიყავით ტომის კარგად გასაცნობად. მოკლედ ყველა აქვს შიშველი ჭუჭუები ჩემ გარდა, მაგრამ ეს იმას არნიშნავს, რომ მე არ ვინადირებ. მე ვიქნები გენიალური მონადირე. ამიტომ წავედით. ამ ხალხს ცოტა მოგვიანებით გაგაცნობთ. მანამდე კი მოგიყვებით ჩემ შესულ გეგმებზე. ზუსტად იმიტომ, რომ ანაკონდასთან შეჯახება ჩემთვის მოსალოდნელზე მარტივი აღმოჩნდა, გადავწყვიტე ყველა ნადირობის აქტივობაში ჩავთვლილიყავი, რაც ტომელების ყოველდღიურობის ნაწილია. წინა ღამით გაუჩერებლად წვიმდა. შესაბამისად, მდინარე მკვეთრად დადიდებული იყო, რაც საშუალებას გვაძლევდა კიდევ უფრო ცხადად დაგვენახა ამაზონის ცხოველების და ფრინველების მრავალფეროვნება. გზაში უამრავჯერ შევხვდა სხვადასხვა კუ, რომელთაც როგორც კი მივახლოვდებოდით, სასწრაფოდ წყალში ჩადიოდნენ. თუმცა კუ არ იყო ერთადერთი ქვეწარმავალი, რომელიც ჩვენ დანახვაზე წყალში გარბოდა. რა მოხდა? Oh, let's see. Patara. Pero Adiós. If you have it. ძალიან პატარა იყო და გადმოხდა. ეხა თან არ გვაქვს ამოღებული შუბები, რომ მოეკლათ. სხვათა შორის ალიგატორიც და გველიც და პირანიების დიდად არ მეწოდება, მაიმუნები მეწოდება მარტო. და ეგ ეს პარადოქსია რაღაც მომჩი რა. ალიგატორს რო დავინახავ, მინდა რომ მოვკლათ. დღისით ალიგატორი იშვიათად გამოდის გარეთ. ძირითადად ისინი ღამით ამოდიან წყლიდან. ვარეკა დამპირდა, რომ ღამით ალიგატორებზე სანადიროდ წამიყვანდა. თუმცა მანამდე პირანიები ყავდა დასაჭერი. He is a good fisherman. Really? Yeah. You have a specific like rope or No. პირანიებს სტანდარტული გზით ვერ დაიჭერ. პირანია არის თევზი, რომლის დასაჭერადაც სხვა თევზია საჭირო, რადგან ისინი ხორცის მჭამელები არიან და ჩვეულებრივი ჭიაყელით ვერ მოიზიდავ. Okay. Wow. ჭიაყელით რასაც მოიზიდავ, ეს ლოქოა. სწორედ ლოქო უნდა დავიჭიროთ პირველ რიგში, რომ მერე λოქოებით პირანიები დავიჭიროთ. Para pescar piranha. Laguna. This is the for fishing piranha. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მეტად პირანიებს მდგარ წყალში უყვართ ყოფნა. ამიტომ გამემართეთ ტბისკენ, რომ პირანიების დაჭერის უფრო მეტი შანსი გქონოდა. ნაკვალევს გამოყევი. ხარ მოწყდება ეს დედა ვაპონე და მოგიდედის. You don't want my hand? No, bro. Of course. I can survive myself.
Cleo! I'm the car gurus. This guy is everywhere. Sit khada makathe. Guys, pay attention to the one by one. We're gonna go cross and carry the rope. Fuck. How are you, my bro? How are you, my bro? Okay. ¿Cómo está mi hermano? ¿Qué dices? ¿Cómo está el parcero? შევთხოვთ ხელი არ მოკიდო ეგლებია. Why did not we come by boat here? No, cannot. No. Is land between? პირანიების დასაჭერად ვარეკამ ანკესი მოამზადა. დაჭერილი ლოქოები დაკიდა და უკვე მზად ვიყავით. შემიძლია თუ არ შემიძლია? იმისთვის რომ პირანიები დაგვეჭერა უფრო ღრმად უნდა შევსულიყავით. რაშიც ტბაში გადებული ხე დაგვეხმარა. რომელიც იმის გამო არ ჩანდა რომ წინაღამეთ კოკისპირულად იწვიმა. 4 მეტრი აქ ეს არის ხე არის გადებული ქვემოთ რა. თვითონ 4 მეტრი ეს სიღრმე. მეც ხეზე გასვლისას ვფრთხილობდი, რადგან თუ ამ ხეზე ფეხს არასწორად დავადგამდი, პირდაპირ ტბაში აღმოჩნდებოდი. რაც საკმაოდ საშიში შეიძლება გახდეს. ალბათ ეს თევზი ანაკონდასთან და ალიგატორთან შედარებით ნაკლებად გაგიგიათ, მაგრამ მათი სიველურე იმაშია, რომ დიდ გუნდს ადამიანის მოკლად შეუძლია, განსაკუთრებით მაშინ, თუ სისხლის სუნი იგრძნეს მდინარეში. ვარეკამ რა თქმა უნდა თავიდანვე დაიწყო პირანების დაჭერა. დაიჭერა 1. ორი. ორი ნოლია ძმაო. 3 პირანია. მე კი უშედეგოდ ვისროდი ანკეს. ტვინი ყანა ბიჭო რა რთულია მის დაჭერა. აღმოჩნდა რომ პირანიები ხორცის გარდა თურმე ხიდან ჩამოორნილ ხილსაც ჭამენ. სწორედ ამის გამო აკეთებდა ვარეკა ამ მოძრაობებს, რომ წყალში ხილის შაგდების იმიტაცია შეექმნა. მედი 1 რა. ჩემი მცდელობები უშედეგოდ გრძელდებოდა. პირანიამ რამდენჯერმე შემიჭამა თევზი. Fuck. He eats everything. Pasa canada. თუმცა როგორც იქნა დადგა მომენტი რომ პირანია ანკეს კარგად წამოედო. Fucking do it. Finally, here's my baby. Bro, what are you doing? Catch. პირანია. აი ეს არის რომელიც ამწარე 1000 ადამიანის სიცოცხლის ფილმებში. ჩვეულებრივი თევზებით გამოიყურება. ეხლა ხელს თუ ჩავყოფ. ჩემი ხელი აღარ იქნება. და მაგ წყალში ვდგავარ ეხლა. როგორია? რამ ხელა რა კბილები ეგ ნახე. ჩაყავი ხელი რა, ჩელენჯი. პირველი ნადავლით გათამამებულმა გადაწყვიტა ვარეკასთვის გადამესწრო დაჭერილი პირანიების რაოდენობაში. თუმცა სამწუხაროდ ანკესი რაღაცას გამოედო. ბიჭო ვერ ვიკავებ თავს. No stress. Nothing. იარა არ მჯერა რომ გამოვა. You're just walking. სად არის მე? Espera. Ahí. Mate, pues. Oh, ნემსა გამომდა ხელზე. Are you okay? No. No? Okay. მოგივიდა. It's a jungle of ხელზე გამომდა კიდე ნემსკავის მოდა. გადა. ირანია არ მიკლინავს ახლა თავარი. Freedom. თუ გინდა რომ შენც იგივე არ დაგემართოს და ამაზონის ჯუნგლებში შედარებით კომფორტულად იმოგზაურო, შეგიძლია შენ მეგზურს მიმართო. მეგონი მიკროფონი გაფუჭდა. მიკროფონი? მოგიგეთია. წყალია შიგნით. არა, შევს მეორე ხო. თუ შენი მეგზურის უგამოცდილეს ოპერატორებს მიმართავ ამაზონის ჯუნგლებს ისე მოვლი რომ არ დაგჭირდება არც ტანსაცმლის გაშრობა და არც ბოტების წყლისგან დაცლა. Sácale, señora.
Good content, bro. რას ვიფიქრებდი? ერთი წლით ადრე რომ ირანიები და ალიგატორები ცავს მდინარეში ჩავარდებოდი და 2 წუთის მერე მაინც არხიანად იქნებოდი. ეს ამაზონია მეგობრებო. ამაზონმა არის ის სინატიფე. აქ ყველაფერი ველურია. ვარეკამ ზადა ამ ჩეხი ალიგატორების დასამართლებლად. ალიგატორის დაჭერის დროს ბევრი უშედეგო მცდელობა გქონდა. ვარეკამ გითხრა რომ დღეს არ გაგვიმართლა, რადგან სავსე მთვარე იყო და მდინარე ზედმეტად გადანათებული იმისთვის, რომ ალიგატორებს ვერ შემემჩნიეთ. შესაბამისად, ყველა ალიგატორი, რომელიც ვარეკამ დაინახა, უშედეგოდ გაგვექცა. What happened? It's gone. Yeah. Oh, მხელა იყო დიდი. ხელით უჭერდა ტიპი. ალიგატორებს ვარეკა შორიდან უბრალო ფანრით ამჩნევდა. მათ ღამით თვალები წითლად ენთებათ და სწორედ ეს გვეხმარებოდა მათ შემჩნევაში. თუმცა მხოლოდ შემჩნევა არ კმაროდა. It helps or it does not help. This Does not help. Which magarana system. მეშინია რა. გავიდა დაახლოებით საათნახევარი და ვერც ერთი ალიგატორი ვერ დავიჭირეთ, რადგან ყველა გარბოდა. დიდი იყო? ჰა? თვალები დავინახე მარტო. Was it big? Grande? Quisiera grande. Sí, grande. ყველაზე ნაკლებად ახალშობილი ალიგატორები რეაგირებდნენ ხმაურზე და განათებაზე და სწორედ ასეთი ალიგატორი დაინახა ვარეკამ მორიგი გაჩერების დროს. Patara. Oh, ada. Patara არის ძალიან. დავზარდოთ მოდი. It's baby, right? Yeah, baby. Where is mom? Just wait for you. No round the swajgas. Okay. თავი უნდა დაუჭირო. Yeah. ყველისავით თავი უნდა დაუჭირო. Oh my god. შემოგვიდი რა. დავიჭირეთ. მართალია პატარაა, მაგრამ გაიზრდება. თქვი რამე? ჩიმა თქვი რამე? აჰა. გაიზრდება და გახდება დიდი ალიგატორი. Baby, პატარა ალიგატორი დავიჭირეთ ამ შუაღამისას. გადაუშვიო. ტომელების მორიგი ნადირობა ამჯერად ხმელეთზე გრძელდება. ხმელეთზე ისინი ნადირობენ ისეთ ცხოველებზე, როგორიც არის ურდღელი, ტყის ვირთხა, ტყის ღორი და რაც მთავარია მაიმუნები. სწორედ მაიმუნებზე სანადიროდ ვიყავი გასული შიშველ ტომელებთან ერთად, როცა შორიდან ჩვენთვის უკვე საკმაოდ ნაცნობი არსება შევამჩნიეთ. თუმცა ამჯერად გაცილებით დიდი. ვაიმე რა ხელა. Oh, დაიჭერე. Amigo! Go, no stop. ამანაკონდას ამოყვანა წინასთან შედარებით გაცილებით რთული აღმოჩნდა. და ჭირს ამოყვანა, ეს არის ბევრად ძლიერი ვიდრე გუშინდელი. ანაკონდას გიგანტური ზომის გამო მის ამოყვანაზე ერთდროულად რამდენიმე ადამიანი უმუშაობდით. იმდენი ხანი ვცდილობდით გველის ამოყვანას, რომ პერიოდულად ვიღლებოდით და ერთმანეთს ვეცვლებოდით. აიმე დავიღალე. თან დაგვაჯვა ამ დედამოყმა. Come here, change. Substitute. ბიჭებმა სტრატეგია შეცვალეს. ძალების დაზოგვის მიზნით ანაკონდა თოკით ხეზე მიაბეს, რომ არსად წასულიყო. პარალელურად ხის გაჩეხვაც დაიწყეს, რომ თავი დაენახათ.
ამოყვანის პროცესს ართულებდა ის რომ ხელის მოსაკიდის სივრცეები შეზღუდული იყო. მე იმიტომ არ შევდივარ პროსტა რომ ხუხეხულად არ მომიხვდეს ხელი შემთხვევით. სხვა ანაკონდას არ ხოსტაცო ხელი შემთხვევით სიტუაციაა აქ. როცა ანაკონდას არ გვიდებდი ხელს ბიჭებს ვამხნევებდი. თავიდან ესპანურად დავიწყე. Vamos, vamos. Vamos. შემდეგ კი ინგლისურზე გადავედი. Go. Yeah! Let's go. ანაკონდა სამოყვანა ისე გაიწელა რომ ნენელა არასერიოზულებიც გავხდით. ქართულ გამხნევებაზეც გადავედი. მიდი. Let's go. მიდი. არ გაჩერდე, დავაი. აბარა. რამხელა ბიჭო. რა შედარება? ამას რას დაიჭერ? დაახლოებით 15 წუთიანი ძიძგილაობის მერე ანაკონდამ თავად ამოყო. ჩემთან არა მოუშაძრავ ეხლა. No, bro. He's looking us. Ჩვენს კენ იყურება ეს დედამო. კიდევ დაახლოებით 10 წუთის გასვლის შემდეგ ჩვენმა გენიალურმა მონადირე ვარეკამ იპოვა მომენტი და თავში სტაცა ხელი. რამხელა Mama inna bimana. ხარო იღბლიანი ხარო ორ დღეში ორი ანაკონდა არადოს დაუჭერიათ. ზედიზე 2 დღის მანძილზე ორი ანაკონდა დაუჭერიათ. მე კი ისღა დამჩენოდა ამ უფრო ეფექტური ანაკონდით კიდე ერთხელ მეპოზიორა და რა თქმა უნდა ჩემი საფირმო ფრაზაც მეთქვა. მაგრამ მე კაკო ვარ დოპამინის და ამჯერად უკვე D ვიტამინით სავსე კაცი და ეს ანაკონდა ცოცხალია და ჩვენ დაჭერილი. ახლა როგორ ცისინებს? ანაკონდითვე გავაგზელეთ გზა რომ მაიმუნებზე გვენადირა. თუმცა მხოლოდ ნადირობა არაა საქმე. ალბათ მთელი ვიდეოს მანძილზე კითხვის ნიშნები გქონდათ. საერთოდ ვინ არის ეს ტომი? რატომ არ აცვიათ არაფერი? ან რატომ არ სურთ უფრო ცივილური ცხოვრება? რა ფასეულობები აქვს და როგორ აღარხებენ პირველყოფილური მეთოდებით ასე ეფექტურად ნადირობას? ამ კითხვებზე შემდეგ ვიდეოში გიპასუხებთ. და ეგ ვიდეო საიუბილეო რომ გავგევიდეს, მანამდე გთხოვთ რომ 200,000 გამომწერზე იქნება ამიყვანოთ რა ვქნა.